დაუბრუნდება თუ არა გიგი უგულავა დედაქალაქის მერის თანამდებობას. საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ თემაზე 12 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროკურორების გამოუცხადებლობის გამო 10 ივნისისთვის გადაიდო. საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას ადვოკატებმა უფლებამოსილების აღდგენის შუამდგომლობა წინა პროცესზე დააყენეს, პროკურორებმა კი საკითხის განსახილველად დრო ითხოვეს. გიგი უგულავას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ დააკმაყოფილა და სასამართლოს გადაწყვეტილება უფლებამოსილების შეჩერების შესახებ არაკონსტიტუციურად ცნო. გუნდი რო არ გამოცხადდება 3-0 წაგება ითვლება ხოლმე და ახლა დაახლოებით ეგეთ სიტუაცია. შეუძლებელია ამას იუმორის გარეშე შეხედო. თავისთავად ცხადია რომ არანაირ სემინარზე ხალხი არ არის, გასაგებია რა შიშიცა გარიბაშვილს. ჩემი მერად აღდგენის შემთხვევაში მას აქვს შიში რომ მე მთავრობის ხტომაზე მივალ და მას თვალებში ჩავხედა ამ მათხვარა ადამიანს და ამის შიში აქვს, ეს შიში გადმოყვა როგორც ჩანს ივანიშვილიდან, როდესაც მე მასთან შეხება მქონდა ასევე მთავრობის ხტომაზე, ნუ დავდებთ მეგობრებო, საქმეს მიხედეთ. ბრალდების ხარემ არის და თავის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას, იმიტომ რომ ეშინიათ იმ შუამდგომლობის დაკმაყოფილების, რომელიც ეხება გიორგი უგულავას თანამდებობაზე აღდგენას. ხოლო ის საფუძველი რომ თითქოს 4 პროკურორი ერთბაშად ერთ დღისით მიავლინეს ბათუმში, უბრალოდ არათუ სამართლებრივ შეფასებას, აი ლოგიკურ სახშეფასებასაც არ ექვემდებარება.